არანაირი საფუძველი იმისი რომ ნაცები არჩევნებზე არ გადიან, ბუნებაში არ არსებობს. ანუ უბრალოდ ახლა რო თქვან რომ არჩევნებზე გავდივართო, ეს ყველას უტყდება, იმიტომ რომ მაშინ რატო ჩახსენდი სიები. და რატო თქვათ, რატო არის გახარიას დანამუსება იმაზე, რომ რატო არ ჩახსენდი შენ სიები, იმიტომ რომ შენ ხო ახალი არაფერი არ შესთავაზე საზოგადოებას. ამიტომ აი ეს რო არ გახდეს აქტუალური თემა, ჩემი აზრით ნაცები უბრალოდ ხალხს დააყენებენ ფაქტის წინაშე, ზედარჩევნების წინ მიიღებენ მონაწილეობას და ზედარჩევნების წინ ასევე ვერ შეთანხმდებიან ვერაფერზე, იმიტომ რომ ხოცების მოგების რეცეპტი არსებობს. ჩვენ ეს რეცეპტი დავდეთ, მათ შორის ამ არჩევნებზე. ის რომ ყველა თავისი რაღაცა პარტიული გენიალური ლიდერი კი არ წარადგინოს მერის კანდიდატად, არამედ დაახლავე გაიხსნას ეთერები იმასთან დაკავშირებით, რომ მოვძებნოთ ადამიანი, რომელიც არ არის პარტიული, რომელსაც აქვს რეპუტაცია თავის პროფესიულ სფეროში მოპოვებული და ერთ ასეთ ადამიანს თბილისის მერად დაუჭიროთ ხარი. თქვენ იცით რომ არჩევნები გყავთ ისე ვინმე მოაზრებული წარმოგიდგენიათ ასეთი რომ არსებობდეს ბუნებაში აი არ ვიცი რომ მივხვდეთ რას გულისხმობთ ვინ არის ასეთი აი ვინ არის ასეთი მე რო ახლა ვინმე დავასახელო იმას ეგრევე ჩათვლიან რომ აი გირჩის კანდიდატი არა და ასეთი გირჩის კანდიდატი არ არსებობს და სწორედ ეს რომ არ არსებობს ეს არის პრობლემა ამიტომ უნდა და არც უნდა იყოს ეს მარტო გირჩის კანდიდატი უნდა იყოს პატიოსანი ადამიანი არა ქოცი რომლის მიმართაც არ არსებობს ისეთი ტიპის პრეტენზიები, რომელიც უბრალოდ გაანადგურებს წინასაარჩევნო კამპანიას მარტივად, მაგრამ ასეთი ადამიანის პოვნა მე დარწმუნებული ვარ, ერთი ასეთი კაცის პოვნა ამ ქვეყანაში შესაძლებელია. უბრალოდ მე არ მგონია, რომ ვინმეს უნდა მოგება ქოცების. მთელი პრობლემა ამაში მდგომარეობს. არც გახარიას არ უნდა ქოცების მოგება, არც ნაცებს არ უნდა, არც 4-5-9-25-დან არავის არ უნდა ქოცების მოგება. სწორედ ამიტომ დავაზუსტებ, პრობლემა ის ხომ არ არის, რომ შეიძლება ასეთი კაცი არსებობდეს, მაგრამ ოპოზიციის შეთანხმების იმედი არ აქვს. არავის ან ქალი არსებობდეს კაცის პირობით. არა, ოპოზიციის შეთანხმების იმედი რატომ არ არსებობს ასეთი, მაგრამ კითხვა ხო ეს არის, რომ ხო ყველანი ჩვენს გარდა 4-5-9-25 ხო იძახის იმას, რომ რუსები მოვიდნენ და სადღაც ჩელიაბინსკის სადღაც ვიღვიძებთ. ხო ამობენ ამას. შენ თუ გესმის, რომ მართლა ჩელიაბინსკში იღვიძებ. ამ შემთხვევაში რას ნიშნავს ის რომ მე მყავს ყველაზე ღირსეული კანდიდატი? ვინ ღირსეული კანდიდატი? ღირსეული კანდიდატი რომიმე ოპოზიციონერს ყავდეს, აქამდე გვეწოდინებოდა. ან რას ნიშნავს ის რომ მე არ მივიღებ არჩევნებში მონაწილეობას? რო გამოხვედი პარლამენტიდან და იქ არავინ არ ზის. დაიქცნენ ქოცები, რამდენი ულანძღივართ ჩვენ წინა პარლამენტის წევრები იმის გამო რომ თქვენ რო არ შესულიყავით პარლამენტში ქოცები ჩამომხმობდნენ. აჰა ხო არავინ არ არის ახლა პარლამენტში ჩავარდნენ ქოცები. არა აქვს ლეგიტიმაციის კრიზისი. არა, რა ლეგიტიმაციის კრიზისი, კაცო, ლეგიტიმაციის კრიზისი ხოცებს ექნებოდა სულ. ანუ ლეგიტიმაციის კრიზისი. საქსერებული პოლიტიკური ელიტა ახლა კარგ დღეშია ოცნების? არა, ვინ თქვა რომ კარგ დღეშია უბრალოდ? კრიზისი არა აქვს. არა, უბრალოდ წარმოვიდგინეთ 60 მართლა ოპოზიციონერი რო შესულიყო პარლამენტში, უკეთეს დღეში იქნებოდნენ? ანუ ზოგადად ის რომ რასაც უნდათ იმას ხრიალ-ხრიალით ღებულობენ კანონებს. ზოგი წევრი აღიარებს ამ 4-5-9-25-ის პარლამენტის ლეგიტიმაციას. ზოგი დადის საარჩევნო რაღაცა კომისიაში, ამ რაღაცა ჯანდაბობის კომისიაში დადის. ზოგი მას აგინებს და წინასაარჩევნოდ კამპანია რო ყველას ერთად ხონდათ მოწყობილი იმასთან დაკავშირებით რომ 4-5-9-25-ის შემოხაზეთ რომელიც გინდათ ყველა ჩვენ ვართ ყველას ერთმანეთი გვიყვარსო ეგ რატო არ ხდება ახლა და ვინ არის ის პასუხისმგებელი გნებავთ პოლიტიკოსი გნებავთ მედია მენეჯერი გნებავთ ნებისმიერი ვინმე ვინც აი ამ ტყუილზე აგებს პასუხს რომ ხალხი მოატყუეს რომ 4-5-9-25 იყო ტყუილი ხმა არ დაიკარგოს იყო ტყუილი მე როგორც ვთქვით თქვენ აპირებთ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ნებისმიერ შემთხვევაში ანუ ასეთი მოცემულობის პირობებშიც ხომ ანუ ასეთი სუსი უცნება ყველა აპირებს ამაშია მთელი მუღამი და უბრალოდ ეძებენ მსხვერპლს რომელზეც იტყვიან რომ აი ესღებულობს მონაწილეობას ამიტომ რა აზრი აქვს თორე არც ერთ პარტიას გადაჭრით არ უთქვამს არჩევნებში არ იღებს ჩერგოსაც კი არ უთქვამს რამდენს ხვირის რამდენს ილანძღებს ხალხის მიმართ მაგრამ რო ეკითხები რომ ღებულობ თუ არაო გააჩნია მაშინ არჩევნები როცა იქნება იმ დღეს მე როგორი რწმენა მექნება მოიგო მიტინგებმა თუ არაო თამარჩერგოლიაშვილს რომ თუ საპარლამენტო დაინიშნება ამ შემთხვევაში მიიღებს მონაწილეობას ამის გარეშე მე პირადად ვილაპარაკია თუ გინდა ნახეთ ეს გადაცემა ესენი დევს საჯარო სივრცეში დევს გადაცემები სადაც როცა ეკითხები შენ აი ყველაფერი იგივე რო დარჩეს დღესაც არის მიიღებ მონაწილეობას და არ გეუბნებიან რომ არაო ეს უბრალოდ არის მოდაში შემოვიდა რომ არჩევნებში არ მიიღებ მონაწილეობას პარლამენტში არ შევალ და ვიღაცა ხო უნდა მიხვდეს რომ ეს არასწორია არ შეიძლება როგორ იქნება ამ პირობებში ეს თვითმმართველობის არჩევნები იაგო გითხარით ოცნება თავისი სისტემით თქვენ მხოლოდ ფარულობის დარღვევის ნაწილში აკრიტიკებდით ხომ წინა არჩევნების შედეგებს სულ საკმარისი იყო ეს არჩევნების შედეგები იცით რაც იყო ქართული ოცნების სისტემა და ქსელი როგორ მუშაობდნენ როგორ ამუშავებდნენ პერსონალურ ინფორმაციას ხომ ამაზე ბევრი საგამოძიებო მასალაც ჰქონდა მედიას თუ იგივე მოცემულობა იქნება იგივე შედეგი არ შეიძლება დადგეს იგივე დადგება 100%-იანი.
უბრალოდ იმიტომ რომ შენ თუ სულ ბრიყულად იქცევი მოწინააღმდეგე სულ მოგიგებს მაგრამ გეუბნებით ხო ძალიან მოწინააღმდეგის ხელში არის მთელი მანქანა აი ერთსულიან კომბინაციას ვამბობ უბრალოდ ერთი სულა არის ორიც არ არის სადაც ვამბობ რომ კაცო როგორც არ უნდა ჩატარებულიყო წინა არჩევნები თბილისში ხო ოპოზიცია მოიგო ახლა რომ გამოდის ოპოზიციონერი და იძახიან არ ვიღებ არჩევნებში მონაწილეობას ან მე მყავს ყველაზე ღირსეული კანდიდატი თქვენი დედაცვატი და ყველა მე დამიჭირეთ ხარიო ეს ორი ტაქტიკა ხო არასწორია ანუ ხო შეიძლება მივხვდე რომ ოპოზიცია მაინც მოგებული აქვს ეს ამბავი თუ სწორად დაალაგდება შეარჩევს სწორ კანდიდატს ვინ არის სწორი კანდიდატი პოლიტიკური პარტიები პარტიულ კაცზე ვერ შეთანხმდებიან მე არც ერთ ჩემს კოლეგას არ დაუჭერ ხარს არც ერთ ბოდიში ხო არ გავს იცით რა პროცესი აი პრეზიდენტი რომ ეძებდა იდეალურ პრემიერს საულმე ზურაბიშვილი რომ ეძებდა არჩევნებამდე საულმე ზურაბიშვილი კიდევ ერთი შეცდომაა და ხალხის მოტყუებაა და იყო ინფორმაცია რომ ზალკოკაიას განიხილავდა თქვათ ყვაწმოსილ მეცნიერს არა პარტიულს როცა პრეზიდენტი იყო მაშინ პრეზიდენტი არ დაუსახელებია მაშინ საჯარო თუმცა მედიაში იყო ხო ეს ცნობები აი რაღაც მსგავსი პროცესი შექმნას ამიტომ ვერაფერს ვერ ვიტყვი ბატონო ზალზე ამ ტიპის ადამიანი თუ თითქოს დეჟავი მქონდა მაშინდელ ამ პროცესში მოდი დავიწყოთ აქედან რომ პირველი ერთი მთავარი ტყუილი კიდე რაც ხალხს აჭამეთ წინას არჩევნოთ იყო რომ თითქოს პრეზიდენტი არის მთავარი ოპოზიციონერი სინამდვილეში ნებისმიერ დაკვირვებული თვალისთვის ხადი იყო რომ პრეზიდენტი იყო პირწავარდნილი ხოცი შესაბამისად ის ყოველთვის აფუჭებდა საქმეს და არა აკეთებდა ამ თემაზე ჩვენს ეთერში ციფრად ბევრჯერ გისაუბრეთ საულმე ზურაბიშვილზეც უბრალოდ აი მართლა მაინტერესებს ეს გზა სად ეძებთ ამ ადამიანს შეთანხმების კანდიდატს მაგიდასთან ჯერ უნდა დავიწყოთ მაგიდასთან მე არ ვიცნობ ბატონ ზალკოკაია შეიძლება ძალიან კაი კაცი იყოს მე არ ვიცნობ უბრალოდ და ვერ გეტყვით მაგრამ მე გეუბნებით ფორმულას რომ უნდა იყოს ადამიანი რომელზედაც ჩვენ ზუსტად ვიცით რომ ის არც ერთი პარტიის წარმომადგენელი არ არის კაი კაცია და პროფესიული ავტორიტეტი გააჩნია ასეთი ადამიანის დაყენება იმ არჩევნებზე, რასაც თქვია თბილისის მერის არჩევნები, მოგების მიმართულებაა. მაგრამ ვინაიდან არავინ სერიოზულად ჩვენს გარდა ამაზე არ ლაპარაკობს, მე რჩება განცდა, რომ ამ ხალხს საერთოდ არ უნდა არჩევნების მოგება. მე არ ვიცი, შეიძლება ისევ მიშას უთანხმდებიან, როგორც წინ არჩევნებზე შეუთანხმდნენ, რომ მიშა შენ წყნარად იყავი, მოდი ჩქა, გვიფორმე ახლა ეს არჩევნები და მე გამოგიშვებთ. და ის ამ შანტაჟს ექვემდებარება, მე ხო არ ვიცი ეს. ისევე როგორც აი წინა არჩევნების დროს, ხო არავინ არ გაარჩია, საიდან მოხონდა გვარამიას ფული. ხო არავინ ასაც არ გაარჩიეს, ამას ხო არავინ არ ლაპარაკობდა. საერთოდ დაგვიშვამს კითხვები. არა, კითხვები ანუ მე გეუბნებით რომ კითხვები, მე რაც დავინახე წინას არჩევნად, კითხვები მარტო გურამ როგოვას ქონდა გახარიას ქალბატონ ანა ბუჩუკურთან, რომელიც ერთადერთხელ იყო და ეგრე უნდა გაგრძელებულიყო ყველა გადაცემაში. უბრალოდ მე ეს შეწყდა, მე არ ვიცი რატო შეწყდა, როგორ შეწყდა, რანაირად შეწყდა. ისევე როგორც კითხვები უნდა დაისვას, მაგალითად, ლელო პარალელურად რომ ასეულობით მილიონს შეულობს, ასეულობით მილიონს. თბილისის რო მილიარდ 300 მილიონიანი მოგება აქვს და 20%-იანი წილი რო ხაზარაძეს აქვს აქედან და ბატონ ბადრი ჯაფარიძეს. ის არა ვქებ, ამდენი მშენებლობები რომ მიდის წარმატებით, ამდენი მაღაზიები რო ფუნქციონირებს მის წარმატებით. როგორ, ანუ თუ ბიზნესი ასეთია, თუ ჩვენ რუსული რეჟიმი გვაქვს, როგორ შეულობს ვიღაც ადამიანი ასეულობით მილიონებს ამ ქვეყანაში და როგორ ხარჯავს უაზროდ პოლიტიკაში რომ არაფერი არ გამოვიდეს. როგორ აჩერებს ტელევიზიებს და აპარალიზებს ტელევიზიებს. როგორ კარგავს გართმევთ თქვენ პროფესიას, როგორც ახლა ტელე პირველში ხო ყველა ჟურნალის პროფესია წაართვა ხაზარაძემ სინამდვილეში.